მეგობრებო, ესეთი გასვლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა თქვენზე. უბრალოდ გავიკოთ სამყარო როგორ გხედავთ, როგორ ადამიანად და ადამიანები როგორ ადამიანად აღიქვამენ. და რჩევაც თუ დარჩება დრო, ჩემგან და ჩემი ტაროს კარტისგან მიიღებთ. მოკლედ იმისთვის რომ საერთო გასვლა გავიგოთ რამდენად ეს გასვლა იქნება თქვენი, აუცილებლად იდენტიფიკაციას უმეტესად და იმას უნდა იგრძნოთ, რომ ეს გასვლა არის თქვენი და უნდა უყუროთ ბოლომდე. თუ შეატყობთ, რომ თქვენი არ არის, შეგიძლიათ უბრალოდ ასკროლოთ, ან გადმოხვიდეთ ჩემგორზე და არჩიოთ სასურველი თემატიკა, იმიტომ რომ საერთო გასვლა ყველა სიტყვა არ შეიძლება არსებობდეს რეალურად და მიხვდეთ ამ ყველაფერს, ყველა ვიდეოზე ამის თქმა მაინც მიწევს ხოლმე რატომღაც. მოკლედ, ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ ახლა, რომ მიხვდეთ თქვენი ეს გასვლა თუ არა, თუმცა ენერგოცვლისთვის ლაიკები არასდროს არ დაგესაროთ. რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით? პაში პენტაკლი, ხუთიან პენტაკლი, ტუს პენტაკლი, ძალიან მიწიერ ენერგიებში ხართ, გინდათ ფული, მოკლედ, გინდათ შანსები, გინდათ გამოჯამრთელება, ვისთვისაც ჯამრთელობის პრობლემა იყო და ექიმთან ვიზიტი გქონდათ, ან ვირუსი იყო, ან რაღაცა ესეთ პროფილაქტიკას იტარებდით, თუმცა აქ უფრო პროფილაქტიკაზე არ არის, აქ უფრო არის ესეთი დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც გქონდათ ექიმთან, მაგალითად ან დღე-დღეზე აპირებთ, გიწევთ, ასე ვთქვათ, შემოწმება მისვლა, შეიძლება ასეთი ენერგეტიკა იყოს თქვენში, ან უბრალოდ რაღაცნაირად ვირუსისგან, რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, მოდი ესე ვიტყოდით და ფიქრობთ, რომ მაინც კარგი იქნება, ექიმმა გაგსინჯოთ, იქ ფილტვები იქნება თუ სასუნთქი გზები თუ არ ვიცი, თავის ტკივილები ყოველს თქვენი გაქვთ საერთო გასვლაში ვის რა იქნება, მაგრამ ფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი მაინც ერთგვარად საჭიროა იმისთვის, რომ გულდამშვიდებული ვიყო, რომ რაღაცა სერიოზული არ გამომეპარა, ასე ვთქვათ, მე როგორც არაპროფესიონალ ექიმს, ასე ფიქრობთ. პაში პენტაკლის ენერგიებით შესაძლებელია სტუმარს ელოდებით, ხელდამშვენებულს საჩუქრით, თქვენ პარტნიორს, ან ვინმე მეგობარს, ან ვიღაცა ჩამომსვლელს სტუმრად თქვენ სახლში. ასევე შეიძლება იყოს ნაწილი, ვინც პირიქით თქვენ აპირებთ ვიღაცასთან ესეთი სურპრიზის გაკეთებას, საჩუქრით მისვლას, რაღაცა გეგმები გაქვთ, რა როგორ უნდა მიართვათ, არ ვიცი, შეიძლება პატარა სურპრიზის გაკეთება გინდათ, მოდი ბევრი რო არ ვატრიალო და ფიქრებით დრო არ ვხარჯო რაღაცა მაგალითების მოყვანით, ერთგვარად რაღაცა სურპრიზის გაკეთება გინდათ, მატერიალური საჩუქრის გაკეთება, თუ თქვენი მისვლის გახარება, თუ ყველას თქვენი გაქვთ ამ სიტუაციაში და ესეთი შანსელოდებით, არ ვიცი, ხელფასელოდებით, რომ ეს საჩუქარი იყიდოთ, მიუტანოთ და გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანი, ვისთვისაც ეს სურპრიზის გაკეთება გინდათ, ან პრემიას ელოდებით, ან ავანსი უნდა აიღოთ, ან რაღაცა შანსს ელოდებით, რომ ეს ფული ჩამივარდება თუ არა, მივალ და ამ ყველაფერს ისე გავუკეთებ. ზოგისთვის iPhone 17 Pro-ს მირთმევას აპირებთ, არ ვიცი, შეიძლება ვინმეს დაბადების დღე მოდის და საჩუქარი ერთგვარი გინდათ, რომ ესე მიუტანოთ და გაახაროთ და გააბედნიეროთ თქვენი საყვარელი ადამიანი. მერწყვლების დაბადების დღეები მოდის და ეხლა არის თხის რქებს გილოცავთ, დამდეგ მოგილოცავთ კიდე მერწყვლებს. ჩემი დავადობით, მოკლედ წავედით, რაღაცა ფულის ენერგიები ჭარბობს თქვენ სიტუაციაში, აი ჯანმრთელობის და მიწიერი სიამოვნების სურვილი გაქვთ, აი ძალიან გინდათ გამოჯანმრთელოთ, იმიტომ რომ გინდათ რაღაცა გააკეთოთ, ბევრი რაღაც გააკეთოთ, მოხვიდეთ, საჩუქრები იყიდოთ, ადამიანები გაახაროთ თქვენი სურპრიზით, თქვენი საჩუქრით, თქვენი მისვლით. კიდე ერთხელ საჩუქარი ამოდის აქ კალოდის ძირში, პრინცი ამოდის ამჯერად პენტაკლის, თუმცა ძალიან ნელი კარტია ეს და ძალიან შენელებულია ეს შენელებული კადრივით მდგომარეობა თქვენია ეს ვიღაცასთან მისვლა. უფრო მომდის რომ თქვენ გინდათ აი ვიღაცასთან მისვლა აი ამ საჩუქრით ხელში დამშვენებული, თუმცა ნელი კურსნაბიჯებით გამოგდით აი ეს მდგომარეობა, რომ მიიყვანოთ სიტუაციურად. შესაძლებელია მართლა ჯანმრთელობის პრობლემა გიშლით ამ ყველაფერში ხელს და მთლათის კუში არ გიდევთ ჯიბეში, რაც საჭიროა აი ამ სურპრიზის და საჩუქრის გასაკეთებლად ვიღაცისთვის, თქვენთვის
ყველას თქვენი იქნება მოკლედ ეს პიროვნება, ვისთვის რა გინდათ. ეს არის თქვენი ფანტაზიებიო, ამაზე შეიძლება გესიზმრებათ კიდევაც, რომ აი მიდიხართ ესე და რა როგორ ხდებათ ეს ადამიანი, როგორ გაოცებული და ემოციები და გაბედნიერებული თქვენი საჩუქრი და თქვენი ხილვით, ამაზე შეიძლება სიზმრებში ნახულობთ, ну ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრს ფანტაზიორობთ აი ამ სიტუაციაზე, ან იქნება 50-50-ზე ვინაიდან საერთო გაშლა, იქნება ის სიტუაცია, რომ თქვენ ელოდებით აი ესეთ ადამიანს დაგიკაკვნოთ საჩუქრი ხელში, შეიძლება მართლაც თქვენი დაბადების დღე მოდის, დამიწერეთ თქვენ მიდიხართ თუ თქვენ ელოდებით ასეთ პარტნიორს კომენტარებში, ძალიან მიყვარს თქვენ გადაკითხვა თქვენი კომენტარების, რომ აი მოდის საჩუქრით ხელში. iPhone 17 Pro მოაქვს სტაფილოსფერი. ამაზე შეიძლება სიზმრებშიც ნახულობთ. მოკლედ, ესეთი ენერგეტიკა გაქვს, წავედი ახლა რაღაცნაირად რა ძალიან მიხარია, თუმცა ვირუსიდან ბოლომდე ვერ გამოვედი, მაგრამ ის რომ სიცხეები აღარ და ტკივილები აღარ მჭამს, უკვე ბედნიერი ვარ, მოკლედ და ხმაზეც მეტყობა სავარაუდოდ, როგორი გაციებულ მდგომარეობაში ვიყავი. მოკლედ, წავედით ახლა გავიგოთ თუ ატყობთ რომ თქვენია ეს გაშლა, როგორ ადამიანად გხედავთ ადამიანები, თქვენი გარშემომყოფები და რას ფიქრობენ, რას იძახიან თქვენზე, როგორ ხედავენ? 3-1000 პრინცი ჟეზლის, 9-1000, მოკლედ ადამიანი არის ძალიან ცხელიო, ძალიან გაშლა ორივე სქესის არის ჩემი გაშლები და ესეც რასაკვირველია, ძალიან ესეთი მიქრი-მოქრი ტიპაჟი ხართ, ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან ენერგიული, შრომა არ გეზარებათ, მიდექი, მოდექი, იქის გააკეთე, იქის გააკეთე, ის წაიყვანე, მოიყვანე, იქ მიხვედი, რაღაცა გააკეთე, მოკლედ ძალიან ცეცხლოვანი და აი ენერგიული, ენერჯაიზერი, არ ვიცი რა ენერგეტიკებს ღებულობთ, მაგრამ ძალიან მონდომებული, მშრომელი და ცეცხლოვანი ტიპაჟია აქ. რასაკვირველია, ტემპერამენტიც თავის ის ცეცხლი იძლევა იმ ყველაფერს, რომ ტემპერამენტსაც გამოსჭვავის თქვენგან და ამ ყველაფერს ადამიანები დისტანციაზეც კი გრძნობენ, როგორი ტემპერამენტიანი და ცეცხლოვანი პიროვნება ხართ. ძალიან ისეთი შესაძლებელია წარმოადგენთ ცეცხლის სტიქიას არ არის გამორიცხული ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ვერძილომი და მშვილდოსანი, მაგრამ აუცილებელი არ არის საერთო გაშლაში, შეიძლება უბრალოდ ძალიან მშრომელი და მიდი-მოდი ტიპაჟი ხართ. გიყვართ მეგობრებში გართობა, მეგობრებისთვის რაღაცა სახალისო ფართების მოწყობა და მათ ფართებზეც სტუმრობა და ერთგვარი რაღაცა გული და სული ხართ აი სამეგობრო წრის, კეიფის, გიყვართ თქვენი კომფორტის ზონაში დაჯდომა, შეიძლება თამადობაც, სასმელი, არ გამოირიცხება, სმაჭამადიდად შესარგი, რესტორნების სტუმრობები ხშირი და ერთგვარი თქვენი კომფორტის ზონა, აი არაფერს თქვენ თავს არ აკლებთ, არც სიამოვნებას ჭამას მას, არც მეგობრებში გართობას, საქმეზე რომ მიდგება, საქმესაც მთელ თქვენ ენერგიას ახმართ და არც ეს არ გეზარებათ, მოკლედ, როგორც კარგად მუშაობა გიყვართ, ასევე კარგი დასვენება გიყვართ და შერგება გიყვართ იმ დასვენების დღეების, ასე ვთქვათ, შაბათი კვირა იქნება თუ შვებულების პერიოდი იქნება, ყველას თქვენი გაქვთ ამ სიტუაციაში. გხედავენ ძალიან ისეთ მშრომელ და ძალიან ენერჯაიზერ ადამიანად. სამყარო როგორ გხედავთ სინამდვილეში? დახურული კარტი ამბდის აქ, მაგრამ მაინც გავიგოთ 1-2 სიტყვით ვარსკვლავიო. სამყარო გხედავთ, რომ ყუი დავხუროთ. სამყარო გხედავთ, რომ ასევე არ არის გამორიცხული, რომ მერწყვლები მიყურებთ და კიდე მოგესალმებით. თუ არა და არიან პერსონაჟები, ვისაც თავის ვლოგები მიყავთ, ინტერნეტში ძალიან ჭყვიალებთ. თქვენ შეიძლება შემოსავლის წყაროს წარმოადგენდეს ინტერნეტში მუშაობა, კალდისტირში ამოდის მაგი, რომელსაც 4-ვე სტიქია თავის ხელში აქვს და ნებისმიერს ნახეთ რა კარგად არის. ყველაფერზე პინტაკლია, თასია, ხმალია, ჟეზლია, ყველაფერი ესე ცირკის ჯამბაზივით შეუძლია ატრიალოს და ის სტიქია გამოიყენოს, რომელიც მას ჭირდება, როცა მას ჭირდება. ესენი არიან ადამიანი ლიდერები, ვისაც ადამიანები მიყვებიან, ასე ხედავს სამყარო თქვენ პერსონაჟს, რომ თქვენ ხართ ნომერ პირველი, შეიძლება ვერსსაც წარმოადგენდეთ, ესეც არ არის გამორიცხული, პირველ რიცხვში დაბადებული, პირველ თვეში დაბადებული ადამიანი, ნომერ პირველი, ადამიანი, ვისაც მიყვებიან, ადამიანი ცოტა ეგოს მქონეც, მაგის, მაგური შესაძლებლობები შეიძლება გაქვთ და იცით კიდევაც, შეიძლება არც იცით, მაგრამ
ინტერნეტში ასე ვთქვათ, რომ ბრჭყვიალებთ, რომ ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელი ხართ, რომ ადამიანებს უყვარხართ და ტუსთა სიამოდის ძალიან საყვარელი